კრიზისი ურთიერთობაში ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. გაითვალისწინეთ. კრიზისი ურთიერთობაში. განვიხილოთ და ვცადოთ სწორად შევაფასოთ მდგომარეობა. არ არსებობს ურთიერთობა კრიზისის გარეშე. სადაც არის კრიზისი, იქ არის ზუსტად განვითარებაც. უბრალოდ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი არსებები, შეცდომებს ვუშვებთ და უნდა გავაცნობიეროთ მოვლენას, რომლის წინაშეც აღმოჩნდით, ღებულობთ თუ არა. გვაქვს ადაპტაციის უნარი თუ არა. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც საწყისში, რადგან ყველა განსხვავებული ინდივიდი ვართ. თქვენი პარტნიორიც მათ შორის. ურთიერთობა სხვადასხვა ეტაპს გადის. თავისთავად იბადება კრიზისიც. ეს ერთგვარი გამოცდა არის ორ ადამიანს, რამდენად ძლიერად უყვართ ერთმანეთი. რისთვის არიან მზად და როგორ გადალახავენ ამა თუ იმ პრობლემას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ დროს ენიჭება ნდობას. იცით რა არის, თქვენს პარტნიორს შესაძლოა გაუჩნდეს შიში ურთიერთობაში იმის, რომ ის კარგავს თავისუფალ ცხოვრებას. აფრთხობს ვალდებულებები, რომელიც ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება. არა იმიტომ, რომ უარყოფთ თქვენ, არამედ საკუთარ თავთან შედის კონფლიქტში. არ იცის, რამდენხან შეუძლია იყოს ერთი და იგივე ადამიანთან. ამის გამო გაგიჩენთ კიდეც კითხვას, რა უნდა? არც მიდის, არც მოდის. აქ კი პასუხი არის ის, რომ დროს იგებს, წელავს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რა უნდა თავად ბოლო-ბოლო. ასეთ კრიზისში პარტნიორი გარბის, ეძებს რაღაცას, ახალი ენერგიით, იმისთვის, რომ საინტერესო გარემო შეიქმნას, მისთვის, რა თქმა უნდა. ეს არის ზუსტად ურთიერთობაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი, როცა თან ხარ, თითქოს და ურთიერთობაში თან არა. ხდება ისეც, რომ ერთ-ერთი იქექება, ეძებს ინფორმაციას, იქ პლანშეტს გადაწყვეტება, იქ ტელეფონს გადაწყვეტება, იპოვის SMS და ატყდება ერთი ვაივიში, რაც ასევე ურთიერთობას გადაიყვანს კრიზისში. მთავარია სწორი დასკვნები გააკეთოთ და ნებისმიერი კრიზისი გადალახვადია, თუ კი ამისი სურვილი გვაქვს. რითაც იმის თქმა მინდა, რომ არ შექმნათ ტრაგედია. უბრალოდ დაფიქრდით, გიღირთ თუ არა. სულ ესაა.